გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში თამარ ბაჩალიაშვილი იწყებს მუშაობას შპსზ-ში, სადაც მუშაობს 2020 წლის ივლისის თვემდე. ამ პერიოდში თამარ ბაჩალიაშვილს უჩნდება გრძნობები მისი უფროსის ნგ-ს მიმართ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თამარ ბაჩალიაშვილი მომავალი წერტილი მის მეშვეობით, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია საკუთარ თავს ან სხვა პირს ელექტრონულ პოსტაზე წერილი მისწეროს მომავალში, რასაც ადრესატი მომხმარებლის მიერ მითითებულ დროს მიიღებს, ნგ-ს სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა. აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს მის სიყვარულზე, ტანჯვაზე, იმაზე თუ როგორ ფიქრობს თვითმკვლელობაზე. შეტყობინებები დათარიღებულია 2030, 2038, 2035, 2033, 2032, 2039, 2040, 2022, 2046 წლით და ადრესატს უნდა მიეღო ზემოაღნიშნულ თარიღებში. მათ შორის ერთ-ერთი წერილი 2020 წლის 4 აპრილს გაუგზავნა. წერილი სამონარიდები. ნეტა ვიცოდე რა გადავიტანე და რა გამოვიარე სულ მარტომ. შენმა მეგობარმა რაც გამომატარა, ესეც გეცოდინება. აღარ მოგიყვები, იმედია ისიამოვნე. შურის ძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ? უფრო მეტად რომ გაგიხანგრძლივო სიამოვნება, გეტყვი რომ თვითმკვლელობაზე ვიფიქრე არაერთხელ. შენზე ფიქრის გარეშე არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი. ახლა ერთადერთი რამაა, რაც შემიძლია გავაკეთო და მგონია რომ სულ ცოტათი მაინც გამიმარტივებს ცხოვრებას, რადგან ახლა ძალიან მძიმეა. უკვე იმდენად, რომ ვეღარ ვზიდავ. აღნიშნული წერილი ადრესატმა ნგ-მ 2020 წლის 11 აპრილს მიიღო. მომავალი მის საშუალებით თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავსაც წერს, სადაც ასევე საუბრობს თვითმკვლელობაზე, იმაზე რომ სურს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს. მათ შორის 20.02.2020 წლის გაგზავნილ წერილში, რომელიც უნდა მიიღოს 27.06.2020 წელს. თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს წერს შემდეგ შეტყობინებას. ისევ ცუდად ხარ და ისევ ხშირად ფიქრობ სიკვდილზე. ან იქნებ უკვე იცი კიდეც რა არის. თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ემოციურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასევე ადასტურებს მის YouTube-ის არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები. მათ შორის მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეო ჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება. თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნგ-ს მიმართ გრძნობებზე, აცხადებს რომ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს და ხშირად ფიქრობს 2012 წლის გეგმის სისრულეში მოყვანაზე. თამარ ბაჩალიაშვილის საუბრის ამონარიდები 2018 წლის 8 ივნის მის YouTube-ის არხზე ატვირთული ვიდეო ფაილიდან. ეს ცხოვრება რომ ძალიან მიჭირს ვიცი, მგონი არაა ცხოვრება ჩემი საქმე იცი, მარადიულ სიკვდილში უნდა გავატაროთ დრო. დავიბადები და ისევ უცებ მოვკვდები და ასე ვიჭიდაოთ მოდი ბოლომდე, შენ თუ მე, შენი სიცოცხლე თუ ჩემი სიკვდილი. ძალიან ბევრჯერ ვიფიქრე ალბათ 2012 წლის გეგმის განხორციელებაზე. ვიფიქრე კი არა, თითოეული წამი დავგეგმე, სად, როგორ შეიძლებოდა. არაჩვეულებრივი გეგმები დავაწყე. გული ასე მაინც გავიხარე, რომ შეიძლებოდა გამეკეთებინა, მაგრამ არა, ძალიან სუსტი ვარ. ძალიან მრცხვენია. ჩემი თავის მრცხვენია სასტიკად. რომ შემეძლოს, ახლავე მივისწრაფებდი სიცოცხლეს და გავაგზავნიდი საიქიოში. ჩემი სხეული მეზიზღება თავიდან ბოლომდე. რაშიც ახლა ვცხოვრობ, ეს არის ჩემთვის ტანჯვა. თამარ ბაჩალიაშვილის საუბრის ამონარიდი, მის YouTube-ის არხზე 2018 წლის 2 აპრილს ატვირთული ვიდეო ფაილიდან. ხომ იცი, სადამდეც მიგიყვანს მერე ეს ყველაფერი ბოლოს. კი, ისევ გაიმეორები იმას, რაც გააკეთე 2012 წელს. ხო, მაგრამ მაგაშიც კი ძალიან სუსტი აღმოჩნდი. ღმერთო ჩემო, ეგეც კი ვერ შეძელი, რომ დაგესრულებინა, სამარცხვინო. ამ შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილი გულისხმობს მის მიერ თვითმკვლელობის მცდელობას 2012 წელს, რომელიც დასტურდება გამოძიებით. ასევე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვნილ ვიდეო ფაილში, რომელიც 2020 წლის 20 თებერვლით თარიღდება, თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობაზე საუბრობს. აცხადებს, რომ ყველაფერი დაგეგმილი აქვს, თუ როგორ მოიკლავს თავს ტყეში, მაგრამ მშობლები და ძმა ეცოდება, რომ წარმოიდგენს ტყეში როგორ ნახავენ მას გარდაცვლილს. ვიდეოს დასასრულს თამარ ბაჩალიაშვილი ამბობს, ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს ახლა, სიკვდილის მეტი არაფერზე მეფიქრება. ისიც კი ვიცი თავი როგორ უნდა მოვიკლა. ისიც კი ვიცი, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, რომ წარმოვიდგენ სადღაც ტყეში უნდა ამოვიდნენ. ასე არ მინდა. არ მინდა ტკივილისთვის გავიმეტო.
მთელი ცხოვრება გავუუბედურო. არ მინდა, მაგრამ მეტიც აღარ შემიძლია. მართლა არ შემიძლია. აღარ მინდა ასე გაგრძელება. მართლა არ მინდა ცხოვრება, მაგრამ რა გავაკეთო? მეწოდებით და ვერც ვიკლავ თავს. ჩემი თავი არ მეწოდება და არც იმ ტკივილის მეშინია, არც იმის მეშინია იქით რა დამხვდება. თუ არაფერი დამხვდება, ეგეც არა უშავს. აქ ყოფნა აღარ მინდა. აღარ შემიძლია. ყოველი დღე, ყოველი საღამო ამაზე ვფიქრობ. ღმერთო არ მინდა სიცოცხლე მართლა, მაგრამ ჩემ მშობლებს რა ვუყო და გიოს რა ვუყო. როგორ გავურთულო ცხოვრება? როგორ მითხარით, ჰა? არადა ძალიან ცუდად ვარ. ძალიან და სიკვდილი შვება იქნებოდა. ნამდვილი შვება იქნებოდა. სიკვდილი კარგი იქნებოდა. როგორ მინდა, როგორ ძალიან მინდა, მაგრამ იმედია გავუძლებ. მაპატიეთ დედა, მამა და გიო. მაპატიეთ თუ არ გავუძლებ. უნდა მოვიკლა თავი. მაპატიეთ გემუდარებით რა. იცოდეთ რომ არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა რა. მაპატიეთ. იმედია გადაიტანთ ოდესმე ამას. მაპატიეთ. გთხოვთ. თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 21 თებერვალს სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში ქალების ჯანმრთელობა საქართველოს ჯანდაცვის პირობებში წერს, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები. ერთხელ სადა და არ გამოუვიდა. ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელიც ჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. იქნებ ანონიმურად დამიდოთ. იქნებ მირჩიოთ ვინმე ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. გთხოვთ. ძალიან ხშირად მაწუხებს სუიციდური აზრები. ერთხელ უკვე ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ახლაც ხშირად ვაწყობ გეგმებს და ვფიქრობ, რომელი გზა ჯობია. რადიკალურად და სწრაფად მეცვლება ხასიათი. ძალიან კარგიდან ძალიან ცუდზე. ბოლო 3 თვეა განსაკუთრებით დამიმძიმდა. ყოველ დღე ვტირი, ვქვითინებ. ხანდახან საზოგადოებრივ ადგილებშიც ვეღარ ვიკავებ თავს. ვერავის ველაპარაკები. ვეღარ ვარკვევ რა არის რეალური და რა იყო ჩემს წარმოსახვაში. ხშირად ადამიანებთან ლაპარაკისას 2-3 წუთის მერე ვითიშები. აღარ ვუსმენ და ვეღარ ვხედავ. მირჩიეთ რამე. ფსიქოლოგი. გამოძიების მიერ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან გამოთხოვნილი ინფორმაციით დადგინდა, რომ მას ასევე 2020 წლის 18 ივნის 00 საათსა 16 წუთსა და 27 წამზე Google-ის საძიებო სისტემაში ჩაწერილი აქვს ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად, საიდანაც გადასულია ბმულზე, რომელშიც მოცემულია სტატია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდების შესახებ, მათ შორის თვითმკვლელობა ელექტროშოკის გამოყენებით, არტერიული ვენების გადაჭრით და მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით. თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვნილი ინფორმაციით დადგენილია, რომ 2020 წლის 17 ივლისს 13 საათსა 48 წუთსა და 27 წამზე და 13 საათსა 58 წუთსა და 58 წამზე თამარ ბაჩალიაშვილს Google-ის საძიებო სისტემაში ჩაწერილი აქვს ტექსტი. საძილი აბები ურეცეპტოდ და სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები. თამარ ბაჩალიაშვილი 14 საათსა 42 წუთსა და 50 წამამდე Google-ის მეშვეობით ასევე ეძებდა სხვადასხვა სახის მედიკამენტებს. იგი გადასულია ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე. მათ შორის როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, გულის მწვავე უკმარისობა, ბრადიკარდია, გულის გაჩერება. იმავე დღეს 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე ფარმადეპოს, იმპექსის, PSP-ს, GPC-ს, ავერსის აფთიაქებში, სადაც ჯამში შეიძინა საძილე საშუალება 20-აბი, ანტიდეპრესანტი 28-აბი, ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30-აბი, არტერიული წნევის პრეპარატის 60-აბი და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12-აბი. ჩაი ჰეილისი. სახლში დაბრუნებისას თამარ ბაჩალიაშვილმა ვებგვერდ მომავალი წერტილი მის მეშვეობით 18 საათსა 06 წუთსა და 04 წამზე და 18 საათსა 06 წუთსა და 42 წამზე ორი წერილი შინაარსით მართლა ძალიან მიყვარდი და კმაყოფილი ხარ? გაუგზავნა NG-ს ელექტრონული პოსტის მისამართზე, რომელიც NG-ს 2021 წლის 17 ივლისს და 2022 წლის 21 ივლისს უნდა მიეღო. 18 საათსა 07 წუთსა და 31 წამზე კი თამარ ბაჩალიაშვილმა საკუთარ ელექტრონულ პოსტაზე გააგზავნა წერილი ტექსტით. ცოცხალი ხარ? რომელიც უნდა მიეღო 2021 წლის 21 ივლისს.
იმავე დღეს 18 საათსა 35 წუთსა და 57 წამზე თამარ ბაჩალიაშვილმა Google-ის საძიებო სისტემაში ჩაწერა Facebook-ის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ. 18 საათსა 36 წუთსა და 02 წამზე იგი შევიდა Facebook-ის დახმარების განყოფილებაში და გაეცნო ინფორმაციას, როგორ მოვითხოვო ოჯახის გარდაცვლილი წევრის Facebook აკაუნთის გაუქმება. 18 საათსა 36 წუთსა და 20 წამზე Facebook-ის დახმარების განყოფილებაში იგი გაეცნო ინფორმაციებს, ანგარიშის წაშლის ან მემორიალიზაციის მოთხოვნა და რა მოუვა ჩემს Facebook-ის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები. იმავე დღეს მოგვიანებით 20 საათსა 31 წუთსა და 42 წამზე თამარ ბაჩალიაშვილმა Google-ის საძიებო სისტემაში კვლავ მოძებნა კონკრეტული მედიკამენტი და სამედიცინო პორტალ vidali.gz-ზე გაეცნო აღნიშნული პრეპარატის ანოტაციას. მათ შორის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებს, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, გულის მწვავე უკმარისობა, ბრადიკარდია, გულის გაჩერება. ასევე მოიძია ინფორმაცია ჰიპერტენზიის შესახებ. სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის სარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებული იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში. გამოძიების მიერ მოპოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც უტყუარად დასტურდება მის მიერ Google-ის ანგარიშზე გააქტიურებული ტაიმლაინის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებით და გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით. თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში Google-ის ანგარიშის ტაიმლაინის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია ინახება კონკრეტული პირის პირად Google-ის ანგარიშზე. გამოძიების მიმდინარეობისას დათვალიერდა თამარ ბაჩალიაშვილის Google-ის ანგარიში და ანგარიშში არსებული ფუნქცია Your Timeline, თქვენი ქრონიკა, რაც ადასტურებს რომ 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10 საათსა და 09 წუთზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10 საათსა და 15 წუთზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ რიტა ზურაბაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი. 10 საათსა და 25 წუთზე აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე, საიდანაც გადადის თბილისი მარნეულის გზატკეცილზე. გზიდან გადაუხვევს ფონიჭალის სასაფლაოზე, საიდანაც მოძრაობას განაგრძობს თბილისი მარნეულის გზატკეცილზე. ტაიმლაინის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების, თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდაზგავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში. უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით. გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს. შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს სოფლის სიღრმისკენ. გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე. შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12 საათსა და 13 წუთზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე. აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის Google-ის ანგარიშის ტაიმლაინის მიხედვით ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები ასევე დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული 112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეო ჩანაწერებით. 2020 წლის 22 ივლისს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის მიმდებარედ და უსახლებელ ტერიტორიაზე თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომანქანაში აღმოაჩინეს.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნები. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში კუჭი, ღვიძლი, ნაღლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები. ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ამავდროულად აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის სასამართლო სამედიცინო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. თამარ ბაჩალიაშვილის გვამის გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, მისი სიკვდილიდან გასული იყო დაახლოებით 4 დღე. ამავე დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ნანემსრების კვალი, არ აღინიშნება. თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი პრეპარატების თანაფარდობის გათვალისწინებით, მათი მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ორალური გზით, საყლაპავის გზით და არა ინექციის გზით, სისხლიდან. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება. ავტომანქანაზე ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილის გადაადგილება მომხდარია მძღოლის მიერ ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებში. მისი გარეშე ძალით, ბუქსირებით ან გათრევით გადაადგილება მოცემულ კონკრეტულ პირობებში გამორიცხულია. ბიოლოგიური, გენეტიკურ-მორფოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში და მასში არსებული ნივთებიდან ამოღებული დნმ-ების დიდი ნაწილი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის. ავტომანქანის წინა მარცხენა კარის გარე სახელურზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. საჭეზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირზე არსებული დნმ-ის მინორული წილი შეიძლება ეკუთვნოდეს თამარ ბაჩალიაშვილს და მაჟორული წილი თეონა თამაზაშვილს. წინა მოპირკეთების სათავსოს გამღებ სახელურზე არსებული დნმ-ის ერთი წილი ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს და მეორე მის ძმას, გიორგი ბაჩალიაშვილს. წინა მარცხენა სავარძლიდან აღებული ნიმუში ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. წინა მარჯვენა სავარძლიდან აღებული ნიმუში ეკუთვნის თეონა თამაზაშვილს. უკანა მარჯვენა ღვედის შამკეტიდან აღებული ნიმუში ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. მძღოლის ღვედის კბილანის ბერკეტის ზედაპირზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან ამოღებული თმები ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. წინა მარჯვენა სავარძლის საფეხურიდან ამოღებული თმები ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. მეტალის რგოლზე ასხმულ ორცალ მეტალის გასაღებსა და ფირფიტაზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ავტომანქანის ხელსაწყოთა სათავსოში მოთავსებულ ელექტროშოკზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს და ასევე გამორიცხული არ არის ეკუთვნოდეს თამარ ბაჩალიაშვილის ძმას, გიორგი ბაჩალიაშვილს. 4-კუთხა საგანზე მიერთებულ მეხსიერების ბარათზე, ეგრეთ წოდებულ ფლეშკაზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. წინა სავარძლებს შორის მდებარე ბარიდან ამოღებული ნაბეღლავის და ბაკურიანის ბოთლებზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ბაკურიანის სასმელი წყლის სარიელ ბოთლში დარჩენილი წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი. ზურგჩანთაზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ზურგჩანთაში არსებულ კოსმეტიკური ჩანთიდან აღებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს.
კოსმეტიკური ჩანთიდან ამოღებულ თეთრი ფერის პირბადეზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს, პროფილის მეორე წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს. კოსმეტიკური ჩანთიდან ამოღებულ დანის ტარზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. წამლის მუყაოს კოლოფზე შერეული პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს, მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია. წამლის სამცალ ტუბზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს, ხოლო ერთ-ერთზე შერეული პროფილის მინორული წილი ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილის ძმას, გიორგი ბაჩალიაშვილს. აფთიაქ ფარმადეპოს პაკეტსა და მასში მოთავსებულ წამლის ფირფიტებზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ორცალცარიელ წამლის ფირფიტაზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. იასამნისფერ პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ორცალ აბზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. მონაცრისფრო საფულეზე და საფულეში არსებულ ორცალ ქაღალდის ფურცელზე, სათვალის საწმენდზე, სტიკერზე, სამცალ პლასტიკურ ბარათზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. მოვარდისფრო საფულეზე და საფულეში მოთავსებულ პლასტიკურ ბარათებსა და სხვადასხვა საბუთებზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. თვითმკეთ პოლიეთილენის პაკეტზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. თმის რეზინებზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. კოსმეტიკურ ფანქრებზე და საღეჭი რეზინის შეფუთვაზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. გამოსახულებიან საფულეზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ბამბის ფირფიტების შეფუთვაზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. სამართებლის პირების კოლოფზე არსებული ბიოლოგიური მასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება თამარ ბაჩალიაშვილის გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო მისი ძმის გიორგი ბაჩალიაშვილის გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის. სარკესავარცხელზე არსებული დნმ და თმების გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ხელსახოცებისა და ცხვირსახოცების შეფუთვაზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ტენიანობის საწინააღმდეგო პაკეტზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. მობილურ ტელეფონზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ორცალ სამედიცინო პირბადეზე არსებული მოყავისფრო მოყვითალო ფერის ლაქები არ შეიცავს ადამიანის სისხლს და წარმოადგენს არასწორ კონტურებიან ეგრეთ წოდებულ კუდიან ლაქებს და დამახასიათებელია სხვადასხვა მწერების, ბუზების, ლარვების, მატლების მიერ მოძრაობისას, გადაადგილებისას, რეგურგიტაციისა და დეფეკაციის შედეგად დატოვებული კვალისთვის. ორივე პირბადეზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს, ხოლო ერთ-ერთზე ასევე არსებული დნმ მის ძმას, გიორგი ბაჩალიაშვილს. ავტომანქანის სალონის უკანა მარჯვენა ხალიჩაზე არსებული მოყავისფრო მოყვითალო ფერის ლაქები წარმოადგენს ხალიჩაზე მოხვედრილი გვამური, თამარ ბაჩალიაშვილის გვამის თხიერილ-პობითი მასის გამოშრობის შედეგს. თამარ ბაჩალიაშვილის შარვალზე, საცვალზე, მაისურზე, აზღუდზე და წინდებზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმლიდან ამოღებული მატლებიდან აღებული ნიმუში ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. უკანა მარცხენა სავარძლის წინა ხალიჩიდან აღებულ ორცალ მოთეთრო ფერის სპორტულ ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქები დამახასიათებელია სხვადასხვა მწერების, ბუზების, ლარვების, მატლების მიერ, მოძრაობისას, გადაადგილებისას, რეგურგიტაციისა და დეფეკაციის შედეგად დატოვებული კვალისთვის. ფეხსაცმელზე არსებული დნმ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების, ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია. დღის სინათლეზე ავტომანქანის დათვალიერების და ფოტომასალის შესწავლის შედეგად სალონში თითქმის ყველგან აღინიშნება მოყავისფრო მოყვითალო, მოვარდისფრო, მოთეთრო მონაცრისფრო, ატიპიური ლაქები,
და ნადებები, რაც დამახასიათებელია მწერების მიერ სხვადასხვა ბიოლოგიური მასალის გადატანისას დატოვებული კვალისთვის. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატულ კომპიუტერსა და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემაში არ ფიქსირდება მავნე პროგრამა, ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა და ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება. თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება ვებ პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებულია ვებ პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე, მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ პროგრამირება. კომპლექსური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილი მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის მიხედვით არის მოწყვლადი ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელი, რომელსაც სუბიექტური აღქმით ყველა მიმართულებით წარუმატებლობის ფონზე აღარ სურს, ან ძალიან ურთულდება კრიზისულ სიტუაციაში კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება და არის სუიციდის განხორციელების მაღალი რისკი. თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით დასაშვებია მის მიერ სუიციდის ჩადენის ფაქტი.